მუქარა მიუღებელია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, სუბიექტური აზრების თავსმოხვევის მცდელობა, ასე ერთმანეთზე და საჯარო წმინდა სინოდის წევრები საუბრობენ. პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება იძაბება. მეუფე შიოს მხარდამჭერი სასულიერო პირები ღიად აკრიტიკებენ მეუფე იობის ქადაგების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ მილია მეორის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა, ახლა კი ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს. კრიტიკის ავტორი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტია ის მოსაყდრე შიოს უჭერს მხარს. მის მოწინააღმდეგეებს კი საჯაროდ სასჯელით ემუქრება. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, უკვე აშკარაა, რომ მომავალი პატრიარქის ვინაობის გარშემო დისკუსია არა მხოლოდ კულუარებში, არამედ საჯარო სივრცეშიც სრული დატვირთვით გაიხსნა. მაღალი იერარქები სულ უფრო აქტიურად აფიქსირებენ პოზიციებს, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. წმინდა სინოდის წევრები უკვე საჯაროდაც განიხილავენ მეუფე იობის ქადაგების იმ ნაწილს, სადაც რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი ამბობს, რომ დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. მეუფე იობი თავისივე ქადაგებაში გააკრიტიკა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ, რომელიც ღიად უჭერს მხარს მეუფე შიოს. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა გიგიბერია აცხადებს, რომ რჩება პატრიარქის სიტყვის უპირობო შემსრულებლად. ეს ფრაზა შემთხვევით არ არის შერჩეული, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ რადგან ილია მეორემ თავის დროზე შიო მუჯირი ტახტის მოსაყდრე დაასახელა სინოდის წევრებს სხვა გზა არ აქვთ გარდა მორჩილებისა. მეუფე საბა გიგიბერია ფაქტობრივად ამბობს, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია და დისკუსიის სივრცე არც სინოდის წევრებისთვის არსებობს. პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდეცი. ის რაც ეხება მეუფე შიოს. რამოდენიმეჯერ ჰქონდა პატრიარქს სურვილი მის სიცოცხლეშივე და ცდილობას პირდაპირ უთხრა მეუფე შიოს და მის გაეშეც ჩვენს. აი ახლა წაგება ახალ საპატრიარქო რეზიდენციაში დათოვე, მე გადავალ ძველ საპატრიარქოში, გადავდგები და შენ გააგრძელე ეკლესიის მართვა. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით, თუ შეიძლება სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. იყო შემთხვევები, როდესაც პრემიერის კი მოგვიყვანია. იმისათვის, რომ ეთქვა პატრიარქისთვის ეს არ გაიკეთებინა. ეს შეიძლება ძალიან ბევრს არ სურდეს და არ მოეწონოს, მაგრამ ეს ფაქტია. პატრიარქის დათქვამია. აი ამ წლების მანძილზე შუალედში სადაც პატრიარქმა ბრძანა, თუ გაჩნდება სხვა ვინმე, მას გვერდი არ მიიღებს. მეტი რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ისა. სწორედ ამ განცხადებას საჯაროდვე დაუპირისპირდნენ სხვა სასულიერო მაღალი იერარქები. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინსკირველი წერს, რომ მტკიცება თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არ მიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც ღალატი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს. არჩევანი კი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან პატრიარქმა კრებას დაუტოვა არა დიქტატი, არამედ არჩევანის უფლება. ამის შემდგომ პოზიცია გამოხატა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა, რომელმაც დაწერა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და მუქარა მიუღებელია. მის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა მეუფე ილარიონმაც. მიუღებელია დაემუქრო მომავალში სინანულით და სასჯელით შენს ძმებს თუ ისინი ხმას არ მისცემენ, ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტეს მიერ ძმას მოსაყდრეს. ამას მივიჩნევ როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავსმოხვევას სინოდის წევრებზე. გაჟღერდა, რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ, რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა. მის უწმინდესობას, ღვთივ განსვენებულ პატრიარქს ყველა მღვდელმთავრის მიმართ ჰქონდა სულიერი მამა-შვილური ურთიერთობა და იმხელა დამსახურება და ამაგი, რომ არაოფიციალურ გარემოში შეეძლო ჩვენი შეკრება და მისი პირადი სურვილის განდობა, მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა, რადგან ჩვენგან განსხვავებით ღმერთზე მეტად მინდობა ჰქონდა და ღვთივსულიერ კანონებში ღრმად განსწავლულმა მის სულიერ შვილებს მღვდელმთავართა კრებას თავისუფალი არჩევანი დაუტოვა და უფალმა მოგვცეს გული გონიერი, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს სიყვარული, თანხმობა და ქრისტეს მიერი ერთსულოვნება.
ეკლესიის ეკლესიოლოგიური ბუნება ეფუძნება არა იურიდიულ ფორმალიზმს ან პიროვნულ გავლენებს, არამედ სულიწმინდის მადლით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, წმინდა სინოდის წევრი მოწოდებულია პირველ რიგში იყოს ლოცვით მდგომარეობაში, სულიერ ჭვრეტასა და შინაგან თავისუფლებაში, რათა მისი არჩევანი იყოს არა გარეგანი ზეწოლის, ავტორიტეტის ან წინასწარი მითითებების შედეგი, არამედ ჭეშმარიტად სინდისისა და სულიწმინდის კარნახის გამოხატულება. იცება თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არ მიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც ღალატი, ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის კანონიკურ ბუნებას, ისე მის სულიერ წესრიგს. ეკლესიაში არ არსებობს იძულება სინდისზე. პირიქით, იგი იცავს პიროვნების თავისუფლებას, რომელიც განწმენდილი უნდა იყოს ლოცვითა და პასუხისმგებლობით. საპატრიარქო არჩევნები არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი, არამედ ეს არის ღრმად სულიერი აქტი, სადაც თითოეული მღვდელმთავარი პასუხს აღებს ღმერთის წინაშე საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. ამიტომაც ყოველი სინოდის წევრი თავისუფალია და ვალდებულია დამოუკიდებლად ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე განსაზღვროს საკუთარი პოზიცია. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდი სწორედ იმიტომ იწოდება წმინდად, რომ მისი გადაწყვეტილებები მიიღება სულიწმინდის მადლითა და შემწეობით. ამ ჭეშმარიტების უგულებელყოფა იქნებოდა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიზღუდებოდა მღვდელმთავართა თავისუფალი არჩევანი და იარსებებდა ზეწოლის ან წინასწარი განწყობის მცდელობა. სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ დაუშვებელია ისეთი განცხადებები, თითქოს რომელიმე არჩევანის შემთხვევაში ღმერთი არ მიიღებს ადამიანს, ვინაიდან ეს არ შეესაბამება ეკლესიის სწავლებას. ჯერა რომ სიმშვიდე გონიერება და ქრისტეს მიერი სიყვარული უნდა იყოს ჩვენი საერთო საფუძველი. უფალმა სულიწმინდის მადლით აღასრულოს ყოველი კეთილი და გვამყოფოს ერთსულოვნებაში, სიმართლეში და მშვიდობაში. ექსპერტები და თეოლოგები კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრეობა მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების მიხედვით სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქობა მემკვიდრეობით მოსაყდრეს გადაეცემა. არამედ ეს არის შესაძლებლობა, რომ ეკლესიამ გარდამავალი პერიოდი ახალი პატრიარქის არჩევამდე მშვიდ გარემოში გაიაროს. რაც შეეხება განცხადებებსა და ზეწოლის მცდელობას, თეოლოგები განმარტავენ, რომ ყოველად დაუშვებელია სასულიერო პირების მხრიდან რაიმე მინიშნებები და ხაზგასმა იმაზე, რომ თითქოს ღალატია სხვა კანდიდატის დაყენება ან მისი მხარდაჭერა და მათ ეს პოზიციები სინოდის სხდომაზე უნდა დააფიქსირონ. სინოდის შემდგომი სხდომა 24 აპრილს არის ჩანიშნული, სადაც ასევე ჩამოვა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ექსპერტები ასევე ამბობენ იმასაც, რომ მისი ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მათ შორის ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევა განხორციელდება მხოლოდ კრებსითად. სხვა ნებისმიერი განცხადება, რომელიც არის ამ მიმართულებით და ეწინააღმდეგება ეკლესიის კრებსითობის პრინციპს, სამწუხაროდ გახლავთ ანტიეკლესიური ცნობიერების შედეგი და მიმართული არის ეკლესიის სამოციქულო რაობისა და კრებსითობის პრინციპის ნებსი თუ უნებლიეთ საწინააღმდეგო. ყველამ, ვისაც ევალება, ვინც წმინდა სინოდის წევრი არის, საკუთარი პიროვნული მოსაზრებები უნდა დაიტოვოს საკუთარ თავში და ეს მას განხორციელება მისცეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგება მისი მხრიდან ახალი პატრიარქისადმი ხმის მიცემის პროცედურა. სხვა ნებისმიერი ქმედება მანამდე. ეს იქნება რომელიმე კონკრეტული პოტენციური სავარაუდო კანდიდატის წინააღმდეგ თუ საზიანოდ განხორციელებული სამწუხაროდ წარმოადგენს, როგორც მოგახსენეთ, ანტიეკლესიურ ცნობიერებას და გარკვეულ ძალადობასა და ზეწოლას არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ მთელ ქვეყანაზე. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად კათოლიკოს პატრიარქს გააჩნია უფლება დატოვოს თავისი მოსაყდრე, თუმცა ეს არ არის მემკვიდრეობითი, არამედ ეს წარმოადგენს გარდამავალ ფაზაში ეკლესიის ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე კონკრეტული ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არაზომიერი, იქნება ძალადობრივი, ეკლესიის წინააღმდეგ წასვლასთან ერთად ასევე წარმოადგენს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ხსოვნის უპატივცემობას. ეს განცხადებები ხო არ კეთდება ეპისკოპოსებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ პატრიარქი. ეს განცხადებები კეთდება საზოგადოებისა და მრევლისთვის. ეს განცხადებები კეთდება იმათვის, ვისგანაც აქვთ ეს დავალებები მიღებული, რომ ეს განცხადებები გაკეთდეს და გაახმოვანონ
და ყველაზე მთავარი, რა მიზანი აქვს ამას? ეს არის მე ვხედავ აი ამ საშიშროებას, ეხლა თვალნათლივ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციონერთა ჯგუფი, რომელიც შეკრებილი არის მეუფეშიოს ირგვლივ და რომლებიც ტყუილით ინტერპრეტირებენ ზოგადად პატრიარქის არჩევის წესს, როდესაც ისინი ესეთი ფორმის ზეწოლას ახორციელებენ და ამბობენ, რომ თურმე ეს ამას გულისხმობს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის გაკეთებული და დააკვირდით ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს. თუ სხვა ხდება პატრიარქი და არა მეუფეშიო, რა შედეგები შეიძლება ამ განცხადებებს მოყვეს? სასულიერო პირების მხრიდან ღიად გახსნილი საჯარო დისკუსიის პარალელურად არ წყდება განხილვა მოახლოებული საპატრიარქო არჩევნების შესახებ, განსაკუთრებით კი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების მხრიდან, მაგალითად ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ იგივე უცნობმა თქვა, რომ ვინც პატრიარქის ანდერძს არ შეასრულებს, ის ღირსეული არ იქნება. თავდასხმის ობიექტი კვლავის მაღალი იერარქები არიან, რომლებიც მეუფეშიოს მხარს არ უჭერენ. მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ გია გაჩეჩილაძეს ერთხელ უკვე მოუხდა სიცრუის ტირაჟირების გამო ბოდიშის მოხდა, თუმცა მიუხედავად ბოდიშისა, ის კვლავ განაგრძობს ჩვეული რიტორიკით საუბარს.